მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ანდორას დედაქალაქში, ანდორა ლა ველა, ესეთ ძალიან პატარა ქალაქში, თვითონ ქვეყანაც ძალიან პატარა. თლად ქალაქის სახელმწიფო არ არის, როგორც მაგალითად ლუქსემბურგი, მონაკო და ასეთი მსგავსი ქვეყნები. სხვადასხვა ქალაქები არის, ზამთრის კურორტებიც აქვთ, მაგრამ ცოტა დიდი არის იმ სხვა მიკრო ქვეყნებთან შედარებით. რატო ჩამოვედი დღეს აქ? იმიტომ რომ ჩვენს გარშემო, ჩვენი კლუბის გარშემო ძალიან ბევრი ხალხი ამბობს, რომ ანდორა არის ქვეყანა, სადაც ვისკი იშოვება, ძალიან დიდი რაოდენობით და იშვიათი ვისკები იშოვება და ძალიან მაგარ ფასებში, იმიტომ რომ tax free ქვეყანაა, გადასახადები არის ძალიან დაბალი, ან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ არის და ამიტომ პროდუქცია ღირს იაფი, მათ შორის ვისკი. და თან ისეთი ლოკაცია აქვს და იმდენად პატარა მოსახლეობა არის, რომ ძველი ბოთლებიც დიდი ალბათობით უნდა იყოს შემორჩენილი. მოკლედ, მოდი ახლა წავიდეთ. მე თვითონ არაფერი არ მინახავს ჯერ Google-ში, სად რა მაღაზია არის. ერთადერთი სიტყვა ვისკი ჩავწერე და ამოყარა ძალიან ბევრი მაღაზია ვისკიზე და ახლა ლოკაციებით უნდა ვიარო და ვნახოთ, იმედია ვიპოვნი ამ მაღაზიებს ქალაქში და შეგნით საინტერესო რაღაცები შეგხვდება. აბა წავედით. მოგეთ ძალიან დაცხა, ახლა უცბად დაცხა ესე ანდორაში და შევედი სუვენირის მაღაზიაში, გამოვიცვალე უბრალოდ მაიკა ჩავიცვი და მოვედი ახლა ცენტრალურ ქუჩაზე. ეს არის მოკლედ ანდორას ეძახიან ზოგადად duty free ქვეყანას. ყველაფერი არის, როგორც უკვე ვთქვი, tax free-ის გამო 20% აქვს. ეს არის ცენტრალური ქუჩა შოპინგისთვის, სადაც ყველანაირი მაღაზია იყიდება, ყველანაირი მაღაზია არის, ტანსაცმლისაც, სასმელებისაც, საჭმელიც, ყველაფერი. და გავიაროთ ახლა, დავათვალიეროთ და წესით აქ არის Google იმაშენებს, რომ 300 მეტრში არის საკმაოდ დიდი ვისკის მაღაზია და მოდი ვნახოთ ეგ მაღაზია. მოკლედ, ამ ცენტრალურ ქუჩაზე ვართ და პირდაპირ შუა ქალაქში გვაქვს მაღაზია სახელად duty free. ქალაქში duty free-ის მაღაზია და შიგნითაც გამოიყურება გარედან რასაც ვხედავ ყოველდღიურობაში ზუსტად აეროპორტის duty free-ებით, სიგარეტები იყიდება პაჩკებით და სასმელები და ასე შემდეგ. მოდი ახლა შევიდეთ და დავათვალიეროთ შიგნით რა ხდება. так არშევანი კარგია, ტალისკერები, ნოკანდუები, მაკალანები, გლენლოსი, არტბეგი, ყველაფერი არის. ფასები რავი ახლა. თუმცა აი 100-იანი ტალისკერი თავისი ჭიქით 33 ევროთ, საკმაოდ კიდევ ძალიან მაგარი ფასი არის. ისე დავაკვირდი და ბევრ მაღაზიაში აი ესეთი სასაშუქრე ვარიანტები არის რა, ბოთლს იყიდი და პატარა ბოთლი 200 გრამიანი ბოთლი კიდე საშუქრად მოყვება. 12 ევრო ღირს ლიტრიანი Red Label და პლუს კიდე 200 გრამი საჩუქრით. თორმეტწლიანი Color Edition მაკალანის თითქმის 70 ევროთ, ნორმალური ფასია. გლენდრონახი 12-წლიანი 50 ევრო. ხო, ისე დიდი არჩევანი ამ მაღაზიაში ვერ არის. ეს არის მთელი ვისკი. აქ არის. კაი, აქეთ უკვე რომი და ეგეთი რაღაცეებია. ვისკის ადგილი კუთხე ეს არის, მოკლედ და ნუ დიდი არჩევანი აქ ვერ არის. წავედით ახლა რეალურად ვისკის მაღაზიაში. მოვედით წესით ძალიან მაგარ მაღაზიასთან, ნუ Google-ის სურათების მიხედვით და შეფასებების მიხედვით ეგრეა. კავა ბენიტო, აი ესეთი ვისკის მაღაზია არის. მოდი აბა ვნახოთ შიგნით რა იშოვება და რა ფასებში. Hola.
200 გრამიანები ბოთლები არის. 200 გრამიანი ბოთლები. Glenfarclasები, ტომენტული, მინიატურებიც არის, რაღაცები. მინიატურების ზანელი არჩევანია. ძველი ბოთლები არის, ბენრომახები არის ძველი ნახე. გორდონე მაკფილები არის ძველი, ესენი შეიძლება ვიყიდო, გავიყოლო. კაი რაღაცებია. თავი ფასები ვნახოთ. არჩევანი ამ მაღაზიაში ნამდვილად არის. თუმცა ვნახოთ ერთგვარად ძველი ბოთლები. აი ნახე როგორი რაღაცებია. Speyside single malt ეს ვინ არის? რაღაცა ბოთლი. Glenburgis ვისკი არის. Silver Seal. Silver Seal მეგონი ბოთლერია. იჩიროებია, ეს იჩირო კი მაქვს. უი, აი 45 წლიანი სიგნატურის ბუნა. კაი რამე იქნება. სკალინგები და ესეთი რაღაცები. არჩევანი კარგია. აი ფასები წერია ყველაფერი. აბა ვნახოთ. ბიგფიტები არის. აი 27 წლიანი ბიგფიტი საერთოდ პირველად გავიგე. 27 წლიანი ბიგფიტი არის 186 ევროთ. უი, აი გლენდრონახები. ეს 15 წლიანი უკვე ჩვენთან ბარშიც იშოვება, შეგიძლიათ მოგზავნეთ და აგემოვნოთ. Old Particularis Bigpit. Bigpit ხო ისედაც ბოთლერისაა და ბოთლერი კიდე ბოთლერის ვისკის ასხამს, ეგეთი რას პირველად გავიგე. თუ რამე არასწორად ვთქვი, კომენტარებში დამწერთ. საინტერესო, აი კომპას ბოქსები არის ესეთი საინტერესო კომპას ბოქსები არის 25 წლიანი, არა 25 წლის აღნიშვნის ძველი გამოშვებები არის ეს კომპას ბოქსების. კავალანები რამდენიერი. ძველი Royal Bracla, Kleinleshi ძველი ბოთლი. კაი არჩევანია ნამდვილად. ეს Rare Find ეს დამოუკიდებელი ბოთლერი. Legigy ეს აილადან, ოღონდ არ წერია რომელი დისტილერია, გლენალახი. კაი რაღაცებია. აბა იქ ხარ ვნახოთ. უი, კადენჰედები რამდენი. ტომატინი, დელვინი, კრეგელახი, ფეტერფეირნი. ფასები არის ძალიან კარგი. აი გამოვაჩენ ეკრანზე, ზეპირად რო არ ვიმარჩიელო. შვენიერი. სიგნატურის რაღაცა იშვიათ ეტიკეტიანი ბოთლები. ბუნა, ბენრინესი, ლინკვუდი, ხანტოშენია, კაი რაღაცები. იქით კონიაკები და რაღაცები. კაი. დავათვალიერებ ახლა კამერის გარეშე და მაღაზიას და თუ რამე საინტერესოს ნახავ გარკვეულწილად შევიძენ და მაღაზიას გაჩვენებთ. მართლა კაი ბოთლებია ხო ეს შენ. სამარულები. კიდე იწევს ვიდეო. სამარულები პირველი დამოუკიდებელი ბოთლები მსოფლიოში, იტალიური დამოუკიდებელი ბოთლები, სამარულის რამდენი სახეობის ვისკია. მეტა ესენი რა არის. ესენი უნდა ვნახო რა არის. აქეთ ნაწილში გადმოვედი ახლა მაღაზიის, რომ ეგონა რომ მარტო რომები და კონიაკები ელა, რომები და კონიაკები კი არა, შეხედეთ აქ რა ხდება საერთოდ კადენჰედის ენიგმები 40 წლიანი ენიგმა და 27 წლიანი და ქვემოთ არტისტის ბუმური და მილიონი რაღაცა სასწაული 25 წლიანები და 40 წლიანები და რა ვიცი მე რა აღარ არის.
აქეთ სიგნატორები და აუ, სასწაული რაღაცა, სასწაული მაღაზია. დუგლას ლენგის 30 წლიანები და 25 წლიანები, ბოუმორი, ჯურა, ბრაილალი და ტორმორი, ლეკადერის ვისკები, აქეთ არანები, ძველი გლენმორენჯი 25-იანი. და ძალიან მაგარი ისინი არის. წყლის ჩასასხმელი ჯარ, როგორ აქვს ქართულად ჯარ, გამოვიწყდ. ესენი არ ვიცი, თუნდაც იყიდება თუ იყიდება და ადამიანურ ფასშია, აი ძველები არის არტბეგის, ჰაილენდ პარკის და მაკალანის და მაგებს შევიძენ სამახსოვროს. კაი, ეხლა უკვე მართლა მორჩა ამ მაღაზიის ვიდეო და რაღაცას შევარჩევ და მე გაჩვენებთ რას ვიყიდე. მოკლედ ვიყიდე, ძალიან კმაყოფილი ვარ, ისეთი რაღაცა ვიყიდე ეხლა ამ მაღაზიაში. სასწაული მაღაზია იყო მართლა, ძალიან ბევრი ბოთლი მომინდა, მაგრამ ამდენი წამოღების საშუალებაც არ მაქვს თბილისში და ეხლა გაჩვენებთ რა ვიყიდე. ეს არის სამაროლი, როდესაც ვიდეოშიც გაჩვენეთ. სინგლ მალტი მინდა გლენგარის სინგლ მალტიც ჰქონდათ, მაგრამ ძალიან ძვირი იყო 300 ევრომდე იყო მოკლედ ის რა და სამაროლის blended malt scotch whisky 43 გრადუსი 107 ევროთ. ძალიან მაგარი ფასია, იმიტომ რომ აუქციონებზე გასცლებით ძვირად გადის ეს ბოთლები რა და ზოგადად სამაროლი არის ყველაზე რთულად საშინელი და ყველაზე იშვიათი და ყველაზე მაღალი კლასის დამოუკიდებელი ბოთლერი. როგორც ამობენ, იმიტომ არ გამისინჯავს და ნახოთ რა იქნება მოკლედ. აბა წავედით ახლა შემდეგ მაღაზიაში. აი ახლა ვართ ჩვეულებრივ სურსათის მაღაზიასთან. ჩვენთან როგორების არის ეს უბნის მაღაზიები მოკლედ, სასურსათო რაღაცები რო იყიდება და შიგნით შევიდეთ, მე უკვე ვიყავი, ეხლა გამოვედი და შესვლის ვიდეოს ვწერ მოკლედ და ეხლა გაჩვენებ შიგნით ჩვეულებრივ სურსათთან ერთად, ყოველდღიურ საკვებთან ერთად რა ვისკების არჩევანია და რა ფასად. სასწაული რაღაც არის და აი შევიდეთ და ვნახოთ. ერთ ჩვეულებრივ მარკეტში შემოვიდე, ეხლა ნუ ცოტა დიდი მარკეტია, მაგრამ მაინც მარკეტი რა, ისინი ძეხვი რო იყიდება შიგ და მაკარონი და რაღაცები და შეხედეთ ვისკის სივრცეს. 4 ლიტრნახევრიანი მანქი შოლდერები და ეგეთი რაღაცეები. ეს რამხელა ლიტრი და 750-იანი, ლიტრნახევრიანი ჯეკ დენიელსები 32 ევროს. აი ეს საკოლექციო ჯეკ დენიელსი გიტარის ყუთში რო იყო, ძველი ბოთლებია ეს უკვე მეგონი აღარ გამოდის. ბუშანანები და ეს რაღაცეები. აილა მისტი. ეს ბლენდები ბუნა, 12 წლიანი ბუნა 48 ევროთ. Old Malt კასკი ჩვეულებრივ აი სასურსათო მაღაზიაში Old Malt კასკს როდის შეხვედრი ხართ, ფლეირეთოლები საინტერესო. ძველი ყველასთვის საყვარელი 10 წლიანი ტობერმორი 51 ევროთ. და ნახეთ smoke trails-ები, რომელიც წესით შეიძლება რომ გაიყიდოს მარტო duty free-ში იყიდება მაღაზიაში, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა duty free-ა. Ardbeg 29 евро. Კომპას ბოქსები, რავი, ჩვეულებრივ სურსათის მაღაზიაში ესეთი არჩევანი, აბერლოები, სიგნატორები, ეს რა სიგნატორია? აედმორ რა არის? ардმორი ალბათ, კულილა, ედრადორი. რავი, ძალიან მაგარი არჩევანია რა. 16-იანი ლაგა, 10-იანი, 8-იანი, ესა Game of Thrones-ის ძველი ლაგები. ძალიან, მოკლედ ეს კარდულები ძალიან უყვართ აქ და ესპანეთში. აქეთ უკვე სინგლ მალტები ჯეკ დენიელსის, რაი ვისკი ჯეკ დენიელსის, აქეთ ბურბონები და ბუქერსი, რა ვიცი ახლა, ძალიან მაგარი არჩევანია. ვისკის მაღაზიას შეშურდებოდა ისეთი არჩევანია ამ სასურსათო მაღაზიაში რა. მოკლედ ესეთი საინტერესო ქვეყანა არის ანდორა. პირველი ბოთლი ნაკიდია, როგორც უკვე გაჩვენეთ, სამაროლი. და ახლა მივიდივართ მეორე მაღაზიაში, 500 მეტრში არის და ფეხით გავიაროთ. რეალურად ეს ანდორა ისეთ პატარაა, რომ ყველა მაღაზია არის ერთმანეთსგან 300-400-500 მეტრის დაშორებით და ახლა ავდივართ მოკლედ. ლაქშერის ფირის თუ რაღაც ეგეთი უწერია გუგლში ამ შემდეგ მაღაზიას და ვნახოთ მანდ რა დაგხვდება. აბა, დაგიბრუნდებით 300 მეტრის მერე. ამოვედით ეს 350 მეტრის სერიოზულ აღმართზე, ესე თაგორიანი, აი უკან ჩანს ხო ესეთი თაგორიანი ის არის ქვეყანა მოკლედ ანდორა და მოვედით აი ეს მაღაზია La Casa del Habano, იდეაში აქცენტი სიგარებზეა გაკეთებული, მაგრამ საკმაოდ დიდი სივრცე უჭირავს ვისკისაც და აკეთილი დაგხვდა.
როგორც აღმოვაჩინეთ, საკმაოდ ადრე, სადღაც 2:30-დან უკვე იწყება მაღაზიები 2:30-დან იკეტება უკვე, მათ შორის ვისკის მაღაზიების იკეტება. გუშინ ახლა შევამოწმეთ დრო. ეს დრო არის 2:30-ია ახლა შუადღეს და აქამდე ვერ წარმომედგინა საათს არ უყურებდი, იმიტომ რომ 2:30-ზე მაღაზია ღია როგორ არ იქნება თქვა. აღმოჩნდა რომ 3 საათისკენ უკვე ყველაფერი იკეტება აქ. ამიტომ სამწუხაროდ ესე უნდა დავასრულოთ დღევანდელი ვიდეო, მაგრამ რასთავარია იმ თავარ მაღაზიას მივსწარით და საინტერესო ბოთლით შევიძინეთ. მოკლედ, ჩემი რეკომენდაცია ანდორას, ძალიან მაგარი ადგილი აღმოჩნდა ვისკების მხრივ, მართალი იყო ის ხალხი, ვინც ამას ამბობდა და სამწუხაროა რომ სხვა მაღაზიებს ვეღარ მივსწარით შუადღეზე, მაგრამ რას ვიზამთ, კიდე ჩამოვალთ. ასე რომ გამოიწერეთ არხი, გაწევრიანეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი.